ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. შემეცნებითი ტური დღეს ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყო. ახალგაზრდებმა მოისმინეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია შვედი გამომგონებლების შესახებ, გაიცნენ ჩაისა და თამბაქოს კულტურების ისტორიას. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, ძმები ნობელების მუზეუმი ტურისტებს სიახლეებს შესთავაზებს. ხვალ კვირეულის ბოლო დღეს მუზეუმებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ესტუმრებიან. თითოეულმა ადამიანმა, ვინც არის მოსწავლეს, იქნება სტუდენტი, აუცილებლად უნდა დაათვალიეროს და უნდა შეისწავლოს მათი ისტორია. მე ვფიქრობ, რომ ეს, ასე ვთქვათ, ისტორიული შენობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვები თავიანთ მუნიციპალიტეტებში იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აგენტები და ამავე დროს ცოდნის გამავრცელებლები ამ კუთხით და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვირეულში. რაც შეეხება ნობელის მუზეუმს, ჩვენ გამოვნახეთ საინტერესო კონტაქტები და კომუნიკაციები. ახლა გადავდივართ უკვე კონკრეტული პროექტების დამუშავების ეტაპზე და ვფიქრობთ, რომ ახალ ტურისტულ სეზონზე ნობელის მუზეუმი სიახლეებით შეხვდება როგორც რეგიონის საზოგადოებას, ასევე ტურისტებს შესთავაზებს მრეწველობისა და ტექნოლოგიების ისტორიებიდან რეგიონისა და საქართველოს მასშტაბით საინტერესო გამოფენებს.